ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. დღეს ანდრია პირველ წოდებულის ხსენების დღე, ასევე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის დღე და სწორედ 12 მაისს გაიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაცია. გილოცავთ. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ასევე მნიშვნელოვან თემაზე და თემებზე მოგვიწევს დღეს საუბარი. ჯანდაცვის პოლიტიკა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარისხი, არსებული გამოწვევები, აი ამ თემებზე და სხვა კითხვებს უპასუხებს ჩვენი გადაცემის სტუმარი, ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაზა. პირველ რიგში უშუალობისთვის, ადამიანობისთვის და იმისთვის, რომ თქვენ არასოდეს არ ამბობთ პირდაპირ ეთერში მოსვლაზე უარს და ყველა იმ საკითხზე საუბრობთ, რომელიც აინტერესებს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, დავიწყებთ სამედიცინო მომსახურების შესახებ, საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ. მოგესალმებით თქვენ, მოგესალმები ტელეკომპანია რიუმს, თქვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა, ულოცავ დღეს ძალიან დიდი დღესასწაული გვაქვს. რელიგიური, ეს არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და რა თქმა უნდა 12 მაისი არის ღვთისმშობლის ჩვენი ქვეყნის წილხვედრობის დღე არის 12 მაისი, ასევე მინდა სრულიად საქართველოს მთელ ქრისტიანობას მიულოცო შიო მესამეს ჩვენი 142 პატრიარქის არჩევა და კიდე ერთი გვაქვს დღეს ექთნების საერთაშორისო დღეა და მინდა ჩვენი ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში ყველა ექთანს მიულოცო ეს საერთაშორისო დღე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი მთელ ჯანდაცვის სისტემაში და სიმბოლურია, რომ ჩვენს დღეს შევხვდით ერთმანეთს და ამ დღეს დაემთხვიეთ თქვენი ეთერი, ისაც ძალიან დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ თქვენ ეთერში. მადლობა თქვენ. როგორია დღეს ჯანდაცვის პოლიტიკის ხელმისაწვდომობა, რამდენად მაღალია ხარისხი და შეუძლია თუ არა რიგით მოქალაქეს ისარგებლოს ჯანდაცვის სერვისებით? ისეთი შეკითხვა არის, მოკლედ ჩვენ თუ წამოვალთ რა ხდებოდა 90-მდე და 90-იანების შემდეგ, ალბათ პატარა ექსკურსი მოგეხსენება ძველი სისტემა როგორი იყო საბჭოთა, ძალიან უტრირებული, ძალიან რთული, აბსოლუტურად რო არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს ჯანდაცვაში. შემდეგ უმძიმესი 90-იანები და 2000 წლის პირველი 10 წელი და მე მაინც ვთვლი, რომ ათლა უნდა დავიწყოთ 2013 წლიდან, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და მიიღო საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ კანონი. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, გახსოვთ, რომ უბრალო რაღაც სტენტირების, ან უბრალო აპენდიციტის ოპერაციის გამო უწევდათ ხალხს ქონების გასხვისება, ბანკში ან ლომბარდში მისი და ჩადება, რაც სამწუხაროდ ცუდად სრულდებოდა ხშირ შემთხვევაში. და ეს საყოველთაო ჯანდაცვა იყო ის გამოძახილი მომენტისათვის, რომელიც მართლაც ქვეყნის მოთხოვნა იყო. ეს არ არის იოლი, მინდა გითხრათ, რაც თუნდაც ამასთანაც მოვიყვანე ერთ ტელეკომპანიაში ეს მაგალითი. დღეს ყველაზე ძლიერ ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი არ გააჩნია საყოველთაო ჯანდაცვა, იცით რომ დაახლოებით 40 მილიონი ადამიანს ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გააჩნია დაზღვევა. ანუ არ გააჩნია ეს სამედიცინო სტატუსი, რომ მიიღოს მომსახურება და ეგრეთ წოდებულმა ობამაქიამ პრაქტიკულად ჩამოაქცია მთლიანად მთელი ჯანდაცვის სისტემა და შარშან დეკემბერში კონგრესმა ვერ მიიღო ბიუჯეტი იმის გამო, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი ვერ დაამტკიცეს და მთელი სახელმწიფო სტრუქტურები იყო გაჩერებული ეგრეთ წოდებული შატდაუნი ცნობილი. ეს არ არის ურთულეს თქვენ თუ როგორია და როგორი ხელმოწერა. ანუ ეს მე მინდა ვთქვა, რომ ქვეყანას, რომელს ბიუჯეტი არის დაახლოებით 30 მილიარდი არის და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი არის 100 მილიარდზე მეტი და აქედან სამინისტროს, რომელიც განაგებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, სოციალური დაცვის და ჯანმრთელობის სამინისტრო. პლუს ეკომიგრანტები შედის კიდე აქ. ანუ ეს არის სამინისტრო, რომელსაც პრაქტიკულად 10 მილიარდი ლარი აქვს მას ბიუჯეტი, ხო, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ 10 მილიარდიდან მხოლოდ 2 მილიარდ ნახევარი არის სრულად მხოლოდ ჯანდაცვაზე განკუთვნილი. ყველა დანარჩენი არის
დევნილებზე, სოციალური ბიუჯეტი, შრომის ინსპექცია და რა თქმა უნდა სოციალურია უმთავრესი, სადაც იცით რომ 700,000-ზე მეტი პენსიონერი ვყავს და სოციალურად დაუცველ ადამიანები პლუს ამას და ძირითადი ბიუჯეტი პრაქტიკულად 6 მილიარდამდე მიდის მხოლოდ აი ამ სოციალური ანალიზებით. ამიტომ რა თქმა უნდა 2,5 მილიარდი მწირია, იმიტომ რომ საერთაშორისო სტანდარტით ითვლება რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მინიმუმ 5%-ზე მეტი უნდა იყოს გამოყოფილი ჯანდაცვაზე, იმისათვის რომ გაუმკლავდე იმ ყველა გამოწვევებს, რაც არსებობს დღეს ქვეყანაში. ეს სტანდარტები შეიქმნა კოვიდამდე და